დესერტი, რომელიც პირველივე ლუკმიდან შეგაყვარებს თავს. ჰაეროვანი, ნაზი სტრუქტურის და ძალიან მარტივი რეცეპტი მოგიტანეთ. პანაკოტას მოსამზადებლად ინგრედიენტები ყველაზე ბიუჯეტურად 2 ნაბიჯიდან მოვიმარაგე. თქვენ კი შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებსაც იმისთვის, რომ ზაფხული კიდევ უფრო ხალისიანი და გრილი გავხადოთ. ჟელატინს უნდა დავამატოთ რძე და დაველოდოთ აფუებას. ცალკე თასში კი გადავიტანოთ არაჟანი, ვამატებთ შესქენებულ რძეს და ასევე ვანილს. გაცხელებულ რძეში კი ვხსნით ჟელატინს და გადაგვაქვს არაჟნის მასაში. კარგად გადავურიოთ და შემდეგ გადავიტანოთ ჭიქებში. ჭიქები დავდგი გვერდულად და შევაბრძანე მაცივარში დაახლოებით 3-4 საათი. ახლა კი გავაკეთოთ ხილის ჟელე, რომელიც უნდა დავასხათ ზემოდან ჩვენს პანაკოტას. მე მოვამზადე გარგარი, დავაბლენდერე, შემდეგ წამოვადუღე, დავამატე ჟელატინი და დავასხი თავზე ჩვენს პანაკოტას. დავაყოვნოთ მაცივარში სანამ არ გამყარდება, შემდეგ კი მივირთვათ გემრიელად.